დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ აღმოსავლეთმცოდნე ვასილ პაპავა, მოგესალმებით ბატონო ვასილ და აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთდაპირისპირებაზე და ურთიერთთანამშრომლობაზე იმავდროულად მინდა ვისაუბრო. კერძოდ ვიცით ჩვენ რა მოვლენები მიმდინარეობს ირანში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მხრიდან და ასევე ვიცით როგორი რეაქცია აქვს ამაზე განსაკუთრებით ჩინეთს, რაც უცნაური იყო და ბუნებრივად რუსეთის ფედერაციასაც. და ხან შევიტყვეთ, რომ ოპეკიდან გამოვიდა საუდის არაბეთი და როგორც გავრცელდა ინფორმაცია, მან ჰორმუზის სრუტის გავლით უფრო მისთვის ხელსაყრელი მარშრუტი მოძებნად ამოქმედა უფრო ზუსტად, რაც საშუალებას მისცემს საემიროებს უფრო მეტი ნავთობი გაყიდოს. ამასთანავე პაკისტანმაც ჰორმუზის სრუტის გავლით 6 სახმელეთო გზა ასეთ ინფორმაციას ნამოვიკითხე მე წუხელგვიან ღამით 6 სახმელეთო გზა გახსნათ თუ იყენებს უკვე არსებულებს ბუნებრივია და რა თქმა უნდა იბადება კითხვა რომ ჯერ ერთი ეს არის იმის შედეგი პაკისტანს თავი გავანებოთ საუდის არაბეთზე ვამბობ რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებმა რომელსაც ყველა აღიქვამდა როგორც უსაფრთხოების ქოლგას ახლო აღმოსავლეთის ამერიკული მოკავშირეებისთვის ვერ დაიცვა თუ არ დაიცვა ისინი არ ვიცი და შესაბამისად ასეთი პირი უჩანს საქმეს რომ მათ გადაწყვიტეს თავად იზრუნონ თავიანთ უსაფრთხოებაზე გამოდარი კიდე თუ თავად გაყიდიან თავიანთ ნავთობს იმ ქვეყნებისთვის რომლებიც დამოკიდებული არიან საუდის არაბეთის ნავთობზე ის ქვეყნები თავისთავად იზრუნებენ უსაფრთხოებაზე ახლო აღმოსავლეთის თუ აი ზოგადად რო ვთქვა როგორ შეიძლება დასრულდეს კი არა არამედ რა ფაზაში შევიდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთდაპირისპირებისა და ურთიერთთანამშრომლობის აქამდე არსებული მოდელი ცოტა ხომაღლა დიახ თუ შეიძლება მივესალმებ მაყურებელს დღეისათვის ვითარება ახლო აღმოსავლეთში არის თავისთავად დაძაბული უბრალოდ აქტიური სამხედრო მოქმედებები არ მიმდინარეობს როგორც ეს თებერვლის ბოლოს მოყოლებიდან მთელი მარტის განმავლობაში გრძელდებოდა 6 აპრილს გამოცხადდა ეგრეთ წოდებული 60 დღიანი პაუზა დავარქვათ ასე რომ ისრაელი და ამერიკა არ ახორციელებენ ირანზე საჰაერო იერიშებს არც ირანი პასუხობს რეგიონში არსებულ ამერიკულ ბაზებზე იერიშებით და ეს 60 დღე არის ერთგვარი მოსაფიქრებელი ვადა მხარეებისთვის, ძირითადად ირანზე არის აქცენტი, რომ ირანმა მოიფიქროს თუ როგორ ყველაფერი რაც გაჩნია გადასცეს ამერიკის შეერთებულ შტატებს და შემდეგ თვითლიკვიდაცია გამოაცხადოს, რომ შვიდად იცხოვროს ისრაელმა, ხო? დაახლოებით ასე დახუროს კარები და წავიდნენ სად. არა, ნუ მასე ჯობია 2 მეტი თქვენოთ მიწაში ალბათ, ხო? უფრო ნუ ეს რთული იქნება. არა, მე ვამბობ, რომ ეს უფრო სასურველი იქნება ალბათ. ხო, ნუ ახლა მასე არა სამყარო მოწყობილი რომ ყველა მიწაში ჩადოს სახელმწიფო რომლის მიმართ რაღაც მტრული დამოკიდებულება გააჩნია. შესაძლებელია უბრალოდ რა კატეგორიის რესურსის გაღება მოგიწევს ამის რას გამოიწვევს შემდეგ შედეგები ამაზე საფიქრალი და სად ესაჩერებს მხარეებს. ახლა ამ ერთი თვის განმავლობაში რაც ირანზე იერიში იქნა მიტანილი საკმაოდ ძლიერი და მტკივნეული დარტყმები მიაღენეს, ნუ ფაქტიურად ეს ვისაც ვიკვლევდი ეს 25 წელი ამ ირანს ხო ეს მეთაურობა ხო ყველა ლიკვიდირებულია 1-2 შემორჩა მეტი არავინ არ არის იმ ძველი გვარდიიდან ვინც 80-იან წლებიდან მართავდა ირანს და მართავდა მე არ ვსაუბრობ მინისტრი რო იყო ვთქვათ რომელიღაც უწყების აქ საუბარია სამხედრო ხელმძღვანელობაზე იმიტომ რომ ირანს მართავენ სასულე პირები გუშაქთა კორპუსის მეშვეობით და მაქიდან მოდის ზუსტად მთელი ეს სხვა დანარჩენი ადმინისტრაცია ეს იქნება მასუდ ფიზიშკიანი ეს რეფორმატორები თუ ლიბერალები წოდებული ყველა ემსახურება ამ სახელმწიფო სტრუქტურას რომელსაც მართავენ სასულე პირები სხვაგვარად მან ვერც მოხვდები პოლიტიკაში, იმიტომ რომ იყო არაერთი მსწავლობა ირანის ისტორიას გადახედოთ რევოლუციის შემდეგ, რომ საერო ასე ვთქვათ მართველები არარელიგიური წრეებიდან წამოსული. როგორც თურქეთში, არა? ხო, ოღონდ თურქეთში განსხვავება ისაა, რომ ერდოღანმა ისლამური იმის გაიღე გეზი, მაგრამ თვითონ სახელმწიფო ისლამისტური არ არის. ანუ საეროა თურქეთის სახელმწიფო უბრალოდ გაითვალისწინა ამ
მორწმუნე ამ რელიგიური მასების ინტერესები, რომელიც თურქეთში საკმაოდ საგრძნობია და ირანში პირიქით ისინი მართავენ ახლა ეს რელიგიური პირები და ეს საეროს ვერ ვიტყვი, მაგრამ უბრალოდ არარელიგიური წიაღინა წამოსული ხალხია, ხო? იყო ასეთი არაერთი მსვლელობა ირანის ისტორიაში შახის დაამხობის შემდეგ, მაგრამ ისინი მალევე მოთოკეს. პრეზიდენტი იყო აბულხასან ბანისადი 91 წელს, მაშინ ერახთან 8 წლიანი ომი მიდიოდა, 91-ში გადააყენეს, იმიტომ რომ ისეთი განცხადებები გააკეთა, არ ჯდებოდა ზუსტად იმ იდეოლოგიაში და იმ პოლიტიკაში, რასაც ესასრული პირები შეუდგნენ მაშინ ქვეყნის მართვისას. და ის მერე უკვე ქვეყნა გაიქცა და მისი კადრები თავისთავად დააქვეითეს და ისინიც ნაწილი დააპატიმრეს, ნაწილი გაიქცა. იგივე დღეისათვის ხო ვინ არის მასუთ პეზეშკიანი არაფერს არ წარმოადგენს. უბრალოდ არის პრეზიდენტის ინსტიტუტი, ერთგვარი დანამატი, აი როგორც ისრაელში რო არის პრემიერ-მინისტრი, ვიცი, მაგრამ პრეზიდენტს ისრაელის პეზეშკიანი არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებს, მას არ შეუძლია და თვითონ პეზეშკიანის პიროვნულად რო შევაფასოდეს, არ აქვს საგარეო საქმეთა მინისტრი, საკმაოდ ჩემი არც თუ ისეთი არ მაქვს ესეთი თველი გრძნობები ირანის მიმართ, ირანის სახელმწიფოსადმი, მაგრამ ეს არ აქვს ტოვებდა საკმაოდ ისეთი სოლიდური ადამიანის შთაბეჭდილებას, რაც მას უცხოურ მეინსტრიმულ მედიაში მის ინტერვიუს უსმინე. ხო, აუცილებელი არა ხა რაიმე თბილიანი უარყოფითი გრძნობები ქონდა სახელმწიფოს მიმართ, რომ შეაფასო მისი არსებული პოლიტიკა, ხო, ხელმძღვანელობა პოლიტიკა. და ახლა თუ გვიყვარს არ გვიყვარს ამით მიუდექით, ნუ ძალიან შორს ვერ წავალთ. ხო, შორს ვერ წავალთ, მაგრამ მარტივად შეიძლება ყოველას კედელთან დააყენება, ნუ იმდენი რაღაცის შეიძლება მოგექვა და ახლა ეს პეზეშკანის იმას ხო, ნუ არაფერს არ წყვეტავს იქ. უბრალოდ არის დანამატი, როგორც ისრაელში პრეზიდენტის ინსტიტუტი, ვინ იცის, ვინ არის ისრაელის პრეზიდენტი, გაუგიათ საერთოდ. ხო, ისე არის ირანშიც. უბრალოდ ერთგვარი გამხმოვანებელი არის აი ამ სასულიერო პირებიდან წამოსული გარკვეული ინიციატივების, რომ რამე ისე არ წავიდეს, შემდეგ უკვე გააკრიტიკონ ეს ინსტიტუცია და თავის თავზე არ მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რომელიც თქვა უარყოფითად დაისახება ქვეყნის ინტერესებზე და შეახოცებენ ამ პრეზიდენტის აპარატს და თვითონ კონსერვატორები, აი ჩვენ ვიძახდით ამას. არა და იმას ახმოვანებენ, თორე იქ დამოუკიდებელი ნაბიჯები რო გადადგეს, რაც არ ჯდება იმ ქვეყნის მოდელის განვითარების სტრატეგიაში, მას ძალიან ცუდი შედეგები მიიღეს. იქ სასამართლო დავები და შეიძლება იქაც გადააყენონ და პრობლემები შეექმნება. და სხვა ბერკეტი პრეზიდენტს არ გააჩნია. ირანის და მართავენ სასულიერო პირები გუშაქთა კორპუსი და აი გუშაქთა კორპუსი ახლა ის ვინც გაანადგურეს, ისინი მიეკუთვნებოდნენ ამას არწივებს რო უძახიან, ხო, ეს მტრედები და არწივები. ქორები. ხო, ქორებით, ხო, არწივი და ხო, ჩვენთან არწივი უფრო პირად. ქორი, ხო. იასტრები, ხო, ნუ და ახლა რო გაანადგურენ, ვინ მოვიდა, უფრო რადიკალები მოვიდნენ. აი ეს მაინტერესებდა ის როდესაც აი ეს ანუ ელიტა მოსპეს და ალბათ ეს სამხედრო ოპერაცია ითვალისწინებდა კიდე ერთი მხრივ ხა ჩვენ კი ვამბობთ ამერიკის შეერთებულ შტატებმა და ისრაელმა ვერ მიაღწიეს თავიანთ დასახულ მიზნებს, მაგრამ შეიძლება მიზანიც ეს იყო რომ აი ეს ფენა გაენადგურებინათ, ფენა რომელიც იღებდა გადაწყვეტილებებს. ამან იმოქმედა თვითონ ირანის სახელმწიფოს დასუსტება არ დასუსტებაზე. აი ირანი ისედაც მაშინაც არ იყო ისეთი ძლიერი, ანუ რას მართვის თვალსაზრისით ვაგო გადაწყვეტილებების მიღების. არა, ჩვენ არ ვიცით ქვეყნის შიგნით როგორ ის არის იქ დინები, ამას საჯაროდ უბრალოდ არაჩვენებენ და რომ ყოფილიყო რაიმე დიდი ისეთი განხეთქილება, ამის დამალვა შეუძლებელი იქნებოდა, იმიტომ რომ არის თქვა რადიკალური ნაბიჯების გადადგმის მომხრეები და არიან უფრო პრაგმატულად მოაზროვნებით, რომელიც დიალოგის მეშვეობით, რაღაც გარკვეული დათმობებით, რომ ჩვენც ფინიშზე გავიდეთ, რომ ირანი გადარჩეს და განვითარდეს. მაგრამ აქ თვითონ ამ ირანის იმაში ახლა ეს რადიკალები ეს ქორები რო გაანადგურეს, ვინ მოვიდა რა, დათმობი მოვიდა ვინმე? ანუ მანამდეც იყო ახლა ირანის მხრიდან განცხადებები ჯერ კიდევ მაშინდელი ისინი ავიღოთ საგარეო საქმეთა მინისტრები ჯავად ზარიფი, შემდეგ ის აბდულლაჰიანი რო დაიღუპა რაისისთან ერთად. რაისისთან ერთად და ახლა არ აღჭი.
ну ისინიც თავისთავად როგორც დიპლომატი ის თავისთავად იცავს თავის ქვეყნის ინტერესებს, რომ ისინი არაფერს არ დათმობენ, მაგრამ ისეთ მესეჯებსაც ახმოვანებს, რაც ულტრაკონსერვატიული ნაწილის ირანის სახელმწიფო სტრუქტურის მკაცრად აკრიტიკებენ მას ფიზიშკანსაც და არ აღჭისეთ. მაშინ რა გზა უნდა ირჩიონ ახლა, კაი თქვა არ აღჭირო მოხსნან სხვა რა სამხედრო დაპირისპირებით, ну, ვის უნდა დაუპირისპირდეს, ანუ თუ გინდა სახელმწიფო გადაარჩეს და რაღაც განვითარდეს, ну, მაშინ გარკვეული დათმობები უნდა წამოვიდეს, როგორც ირანი, ისე მეორე მხარე. და ზუსტად ეს 60 დღიანი ვადა არის, ეს წინასწარ პატიმრობას გავს, რაღაც ორთვიანი ვადა. ხო, ну, ორთვიანი შეფარდება, შეუფარდეს ორთვიანი სამშვიდობო ეს ფიქრი. კი, მოსაფიქრებლად, ხო? ეს ვადა და ну, ესეთი განცხადებები გექნება, რომ მუშაობენ ამ მიმართულებით, მაგრამ ჯერჯერობით ძრები არ არის. და ამ კუთხით ახლა აქტიურობს პაკისტანი, რომ მეორე რაუნდი უკვე ისევ იქ გაიმართოს, იმიტომ რომ რამდენჯერ დაიგეგმა მეორე რაუნდი, ეს პაკისტანში იყო შეხვედრა. და ისევ ჩაიშალა, ну, ვერთან ხვდებიან, იმიტომ რომ ახლა ირანისთვის მიუღებელია ის ერთი რიტორიკა და ის საგანებული პირობები, რაც ამერიკა უყენებს ირანს, თქვათ, რომ ის შემდეგ ვიფიქრებთ სანქციების მოხსაზე, ანუ ეს არაფერი არ არის ირანისთვის. ასე ვთქვი, იფიქრებთ, მე ყველაფერი დავთმო, რასაც საკეთო პროგრამა, ბირთვული პროგრამა, პროქსი ძალების მხარდაჭერის შეწყვეტა და ამერიკის კეთილნებაზე უნდა იყოს ირანის ეს რეგიონული პოლიტიკა, ну, სახელმწიფოს ისინი ასე ვერ აწყობენ თავისთავად და რაღაცას უნდა მიიღონ ირანელებმა, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ზიანი მიიღეს აი ამ საჰაერო დარტყმების შედეგად. მაგრამ sapassukhod რა გააკეთა? ეს სამიზნე გახდა სულ ის სახელმწიფოებისას ამერიკული ბაზები, ანუ მის ინტერესებს უწყობს რეგიონებში, თორე სამხედრო თვალსაზრისით ამერიკას ვერაფერს ვერ უზომს ეს ირანი, მაგრამ თაკ მთავარი სხვა რამეა ახლა სამხედრო კუთხით ხო შანსი არ აქვს თეორიულად ირანს, მაგრამ აქ რა იქნება შემდეგზეა საუბარი, ირანი არ არის სადღაც მიყოჟული პატარა სახელმწიფო ახლა საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და შეიძლება კიდევ ესპანეთის რომ მივამატოთ, ეს არის ერთი ირანი. აი სახელმწიფოები 100 მილიონიანი. და ახლა ასეთ სახელმწიფოს ახლა ჩამოშლა ან რაღაცა დაჩოქება, ну, მით უმეტეს ახლა იმპერიული ხალხია, იმპერიული მგაგებით რომ ყოველთვის იმპერიული აზროვნება ახლა როგორც რუსებს, ამერიკელებს. ჩვენს გვახსოვს ახლა დავით აღმაშენებელი ახლა ის როდის იყო და ესენი სულ იყვნენ სხვადასხვა დინასტიების ქვეშ, ხან სუსტებოდნენ, ხან ძლიერდებოდნენ, მაგრამ ირანი ყოველთვის იყო, მაგრამ ერაყი არ იყო. ქუვეითი არ იყო, ბაჰრეინი არ იყო, საუდის არაბეთი არ იყო. ანუ ეს ახლა შექმნილი სახელმწიფოები და ირანი მათ თანაბრად ისე ვერ შეხედავს. მაინც აქვს ამას თავისი ის. ჩვენ უყურებთ თელ დედამიწას ზემოდან და ეხა ირანი არ უყურებს ზემოდან. ხო და ну იგივე არის ამერიკის მიმართაც, ну ახლა შენ გუში მოსული სახელმწიფო ხარ და ну ახლა გარკვეული ის უნდა იყოს, გასაგებია ძლიერი ხარ სამხედრო ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგრამ საუბრის დონეზე ასე პატარა ბავშვით ვერ დაელაპარაკები. ბომბე რამდენიც გინდა, მაგრამ შედეგი, აგერ ნახეთ შედეგი, აგერ როგორ ის არის ვითარება ენერგობაზარზე. ნავთობის ფასმა როგორ მიმატა ჰორმუზის სრუტის ორმხრივი ბლოკირებით. ხო, იმანს დაბლოკა და ამანს დაბლოკა, თუ იმან დაბლოკა, ამის დაბლოკა არ თუნდა, ну ახლა იქ ну იმან დაბლოკა ის რომ ვისაც ატარებს არ გაატაროს. ჩინური ისინი ხო გადის? ხო, ჩინეთს ხო, მაშინ აბა ვის ბლოკავს? ну ვისთანაც გაუვა, ეხა გასაგებია რომ დაბალი ღობის პრინციპია, ვისთანაც გაუვა, იმათ დაბომბავენ, ვისთანაც გაუვა იმის პრეზიდენტს დაიჭერენ სპეცოპერაციი და გაიყვანენ, ვისთანაც გაუვა ჩამოართმევენ ნავთობს და სიმდიდრეს, ვისთანაც არ გაუვა, იმის გემებს გაატარებენ ინტერესებს. ხო, ესეც სამწუხარო რეალობა. ხო და ახლა მთავარი შედეგი ახლა მე თვითონ აი რატომ უნდა იფიქროს, ან რატომ უნდა მოუნდეს ირანს რომ წავიდეს იმ დათმობებზე, რასაც თავაზობს ამერიკის შეერთებული შტატები ამ ორ თვეში, ან ამერიკის შეერთებული შტატებს რატომ უნდა მოუნდეს რომ დაუტოვოს ირანს ეს ურანის გამდიდრების უფლება, მე არ მესმის რატო არ უნდა გქონდეს სიმართლე გითხრათ. ირან და სხვა რაღაცები. როგორც მარტო ირანის იმაზე არის ახლა ირანის ბირთვული პროგრამა დაიწყო 50-იანი წლების ბოლოს დასავლეთის აქტიური ხელშეწყობა. ну მაშინ როგორ დაიწყებოდა სხვანაირად? მაშინ პროდასალური შახის რეჟიმი იყო ირანში.
ხო და იქ საფრანგეთი, დასავლეთ გერმანია ამ კუთხით ძლიერ ეხმარებოდნენ, შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელიც ჩაერთო სხვათა შორის. კი, ისრაელის აქტიურად ჩაერთო საკმაოდ აქტიურად და თავისთავად გასაიდუმლებული იყო ეს იმ პერიოდში. შემდეგ გახდა ცნობილი და ეს რევოლუციის პერიოდის ტალღის აგორების პერიოდში დაშალეს ეს დანადგარები, რაც ებრაელებმა აუწყოს ირანელებს და გაიტანეს ხო ეს მთელი დოკუმენტაცია და დანადგარები და ეს 80-იან წლები დაპაუზებული იყო. შემდეგ ნელა ისევ შეუდგა ირანი ამ ბირთვული პროგრამის განვითარებას, ოღონდ დასავლეთის კონტროლის მიღმა იქ გარეშე. აქ რუსეთი აქტიურობდა, მაგრამ ახლა 90-იან წლების რუსეთი არ იყო ახლა იმ მასშტაბის, რომ იმის ძირეულად შეეცვალა ირანის ეს ბირთვული პროგრამა. მაგრამ ირანელები მუშაობდნენ საკმაოდ მყარი სამეცნიერო ბაზა გააჩნდათ, მიუხედავად ამდენი სანქციებისა და ეკონომიკური პრობლემებისა. ეს გააჩნდათ ირანელებს და დღესაც გააჩნიათ ახლა იქ ბევრი ათობით ის მოკლეს მეცნიერი, ხო? ფიზიკოსი, ებრაული სპეცსამსახურება. ისრაელის სპეცსამსახურება. ირანელი და ხო და ეს ბაზა დარჩა შახის რეჟიმიდან. იქ 10,000 ადამიანი მუშაობდა შახის დროს ბირთვულ ობიექტებზე. ხო, ნაწილი გაიქცა, მაგრამ იქ ნაწილმა გააგრძელა მუშაობა ახალ რეჟიმთან. ხო ეს ბაზა გააჩნდა, ახლა ირანმა რო შექმნა, რომელზეც დასავლეთს არა მარტო დასავლეთს, რომელ ქვეყანას აქვს ირანზე ბერკეტი. ბერკეტი იმ გაგებით, რომ აი რასაც ეტყვის, იმას გააკეთებს. არა, არც რუსეთს აქვს, არც ჩინეთს არ აქვს. ხო და როცა ბერკეტი არ აქვს დასავლეთს, ასეთმა სახელმწიფომ რო შექმნას ბირთვული ბომბი, ეხლა ვერაფერს ვერ უკეთებენ. მიგაგებით, რომ თავისი ჭკუაზე ვერ მოყავთ. რომ დაიყოლიონ და გახადონ, ახლა არ ვიტყვი სატელიტური ან მარიონეტული ის მთავრობა, მაგრამ გარკვეულწილად ფეხებში რო არ უვარდებოდეს და ებლანდებოდეს პრობლემებს არ უქმნეს რეგიონში. აი ესე სახელმწიფო მაინც რომ ყოფილიყო ირანი, კიდევ შეიძლებოდა იქ გარკვეული შეღავათების გაკეთება იმ სანქციების მოხსნაზე. მაგრამ არ არის ირანი ასეთი სახელმწიფო, ბერკეტები არ აქვს ირანზე და თავისთავად ასეთმა სახელმწიფოს რო შეაქმნევინონ, იქ ეს წავა ჯაჭვური რეაქცია. საუდის არაბეთს რა არ გაუშვება მერემა და თუ ირანმა ეს ბირთვული ბომბის არ გავრცელების ხელშეკრულება დაარღვია და ეს სტატუს კო რაც არსებობს აი ამ სფეროში დაირღვა, ვინ შეაჩერებს რა, ფული არ ეყოფა, მეცნიერებს ვერ იშოვებს, თუ ტექნოლოგიას ვერ იყიდეს საუდის არაბეთი, მერე თურქეთს ვინ გააჩერებს. ხო ეს ამბიციები ხო გასწდება და უკონტროლო გახდება და არის უკვე ერთი ეგრე მუსლიმური სახელმწიფო პაკისტანი. ხო, პაკისტანი და ხო ეს მინდოდა ხოლმე პაკისტანზე. ჩვენ ეთერში ბრუნდებით განმავლობით საუბარს ჩვენ სტუმართან, აღმოსავლეთის მცოდნე ვასილ პაპავასთან ერთად. ბატონ ვასილ, მე მინდოდა მეხსენებინა ზუსტად პაკისტანი. პაკისტანი ასე ემორჩილება ამერიკის შეერთებულ შტატებს, მის ნებაზე დადის. თუ მაგალითად ბირთვული სახელმწიფოა რუსეთიც, ბირთვული სახელმწიფო არის მაგალითად ჩინეთი, ისინი მათ არ აქვთ მეგობრული დამოკიდებულება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ისინი არ იმართებიან ამერიკის შეერთებული შტატების ან ევროკავშირის მიერ, მაგრამ მაინც აქვთ ეს იარაღი და ანუ ვინც არ იმართება უსიტყვონების გამტარებელი არ არის დასავლეთის, მას არ უნდა ქონდეს ბირთვული იარაღი, ასეთი მოთხოვნაა არაოფიციალური. ახლა მე უკვე და პაკისტანს როგორ ეგუებიან მაშინ და პაკისტანი მქონის რამე პაკისტანი მრავალი წლის განმავლობაში დასავლური მასში იყო ბანაკში ცივი პერიოდში ხო და ავღანეთის ომი საიდან მიდიოდა ეს ოპერაცია ციკლონის გახორციელება ამერიკის დაზვერვის, როცა მუჯაჰედებს პაკისტანის მეშვეობით ეხმარებოდნენ საბჭოთა ინტერვენციის წინააღმდეგ. აი პაკისტანს შეაქნევინეს აი ინდოეთის სიმაზე, მან ერაფერს ვერ გახდებოდნენ, იმიტომ რომ არ აქვს პაკისტანს ახლა ისეთი ძალა, რომ ინდოეთს გაუმკლავდეს პირდაპირ სამხედრო თვალსაზრისით შეჯახებით. დიდია ინდოეთი რაოდენობრივად რესურსებად. არც ირანს არ აქვს მასე ძალა. არა, მე ვიძახი ხა პაკისტანმა რატომ შექმნა?
ხო ბალანსი რომ დაიცვა ამ სამხედრო პარიტეტი რომ ყოფილიყო ამით აინაზღაურებინა ეს თავისი თქვათ სხვა ჩამორჩენილობა ინდოეთთან მიმართებაში და ახლა მაშინ ეს ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს პაკისტანის ხელმძღვანელობა მაშინ სიტყვებს მიაწერენ რა ანუ მაგას აქვს ნათქვამი ეს პრემიერ-მინისტრი იყო ზულფიკარ ალი ბხუტო 70-იან წლებში მას თქვამს რომ ბალახს შევჭამთ მაგრამ ბირთვულ ბომბს შევქმნითო ხო და ნუ მართლა ასე იყო შეჭამეს ბალახი და ბოლოს ბირთვული ბომბი 90-იან წლის ბოლოს შექმნეს აი ირანის შემთხვევაში გითხარით როგორ ის იყო ახლა უფრო აი ხა პაკისტანი არ ემუქრება არავის ასე რო ავიღოთ განადგურებით ახლა ირანი ემუქრება ისრაელი უნდა გაიგო. ის ხოჭის მან საინტერესოა. მე ვეჭობა რომ დაარტყას ბირთვული ბომბი, მაგრამ რო იძახი ახლა რო გადაუწყალდეს ვინმე. რა თქმა უნდა, აი ის რო არის პირველი რა იყო ქათამი თუ კვერცხიო. პირველი ვინ დაემუქრა, ანუ ვინ დაემუქრა კი არა ისრაელი ირანს თუ ირანი ისრაელს. ამბობენ რომ დროში თითქოს ჯერ ირანმა თქვა, მაგრამ ასე უმიზეზოდ თქვა ჰაერიდან. განადგურებაზე ამას უკვე თვითონ რევოლუციის პერიოდს უნდა დაუბრუნდეთ ახლა მაშინ ვერ ჩავეტევით ახლა ის პროდასავლური რეჟიმი იყო ისრაელი და ამერიკა ძლიერ ეხმარებოდნენ შახს არმიისა და სპეცსამსახურების მოდერნიზებაში ისინი რეპრესიებს აწარმოებდნენ იმ პირების მიმართ ვინც ახლა მართავს ირანს და ახლა მტრულად არის განწყობილი თავის გულისხმობ რომ რაღაცა ეს მტრობა ორმხრივი იყო და არ იყო ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ისტორიულად არ იყო ის ირანს ისრაელის წინააღმდეგ რაიმე ესეთი ის მტრულის არ აქვს. მაგრამ მომურეთ ხო და რომ ახალი ხელმძღვანელობის პოლიტიკა ეს რომ მუსლიმურ სამყაროში ერთგვარი ლიდერი წარმოჩნდეს, ნუ ახლა არაბულმა ქვეყნებმა ბოდიშთა ფეხებზე დაიგიდეს ეს ეგრეთ წოდებული პალესტინელთა უფლებები, მათი ის ცელობა შექმნათ სახელმწიფო და აქ სუნიტებმა სახელმწიფოებმა თუ დაიგიდეს ფეხებზე შიიტური ირანი თქვენზე ზრუნავს. ნუ ერთგვარი ცელობა რომ მუსლიმურ სახელმწიფოებს შორის ნუ ლიდერი წარმოჩნდეს და ნუ შეამციროს ამ სუნიტური არაბული ქუჩის ეს მტრული დამოკიდებულება რთულია ახლა მის შერბილება ბოლომდე, მაგრამ გარკვეული ისინი აქვს ირანს ახლა ამ კუთხით მხარდაჭერა სუნიტურ ქვეყნებიდან თუნდაც ავიღოთ აგრეთვე პაკისტანიც ავიღოთ არაბული არ არის, მაგრამ სუნიტურია და ზუსტად ის აქტიურობს ამ მიმართულებით რომ ირანის ის კონფლიქტი ნუ არ გასცეს რაღაც წითელ ზღვარებს, რაც უკვე ფაქტიურად დგას ხო რეგიონი ამ წითელ ზღვარების იმაზე და აი ესეთი ვითარება და ეს ჩიხია ფაქტობრივად ხო გამოდის და ორი თვის შემდეგ რა იქნება რთული სათქმელი, მაგრამ ამ ჩიხიდან თეორიულად რო ვთქვა თუ არის შესაძლებელი რაღაც გამოსავლები არსებობდეს ურთიერთ კომპრომისის გამოსავალი ახლა ვერ ვთქვი მარტივია უბრალოდ მარტივად შეიძლება თქვა, მაგრამ რამდენად მარტივია ეს მიღწევა დრო გვიჩვენებს მოლაპარაკებებს დათმობების კუთხით, მაგრამ აქაც ჩიხია, იმიტომ რომ ირანმა როგორ უნდა ენდოს ამერიკას. სხვადასხვა ეს ძალიან ცუდი რამ მოხდა შარშან გავიხსენოთ ახლა ეს 12 დღიანი ის ომის შედეგად მიდიოდა მოლაპარაკებები ორივე მხარეს განცხადებები პოზიტიური იყო, ნუ განცხადებების დონეზე და რას მიაღწევდნენ სარაკაციშვილმა და შემდეგ მოხდა ეს ისრაელის იერიში, შემდეგ ბოლო ფაზაში ამერიკა ჩაერთო. ეხლაც მიდიოდა მოლაპარაკებები თებერვლის ბოლოს ჟენევაში და იგეგმებოდა ვენაში გაგრძელება. და წინა დღეს დაარტყეს ვენეს იმად ახლა კიდევ იმაზე წავა ახლა ჩვენ არ წავალთ ასეთ რაღაცაზე ბოლო აფხაზეთი ავიღოთ ახლა რამდენჯერ წავედით იმაზე ხო იგივე სხვა მასშტაბებისა თავისთავად მაგრამ ვენდეთ ხო და ნუ როგორ მოახერხა შემდეგ ჩვენი ძალების განეიტრალება თუმცა აფხაზეთის ომის დროს ორი ხელშეკრულება დაირღვა როგორც არაფერი ხო და ახლა როგორ უნდა ენდო რუსეთს იგივე იმაში კიდევ იმაზე რო წამოვდა კიდევ დაეთმო ესე იგი დებილისში ყოფილხარ და არა ის. რა თქმა უნდა. ხო და ახლა ირანელები საკუთარ დებილად არ მიიჩნევენ და ამიტომ აქ მე ვფიქრობ რომ შუამდგომლობა ამ ხელშეკრულების დადება თუ მივიდა, წესით უნდა მივიდეს თუ არა და ნუ საკმაოდ
ცუდის პროგნოზირების დახაზვა შეიძლება ამას აზრიც არ აქვს მაყურებელი თვითონაც მივხვდება იმიტომ რომ 100 მილიონი სახელმწიფოს დესტაბილიზაცია თუ მოყვა ხედავთ მარტო ხორმუზის სრუტის გადაკეტვა რა პრობლემა გამოიწვია ხა თუ არაბული ქვეყნებსაც კიდევ ზე დაბომბავს თუ თვითონ იზრდება იმათაც ჩაძირავს ხო და შემდეგ ეს სოფლიო ეკონომიკაზე როგორ აისახება და სხვა საკითხები უსაფრთხოების საკითხები წამოვა ეს თავისთავად ძნელი პროგნოზირება ამის არ იქნება ხო მარტივად შეიძლება ამის პროგნოზირება მაგრამ აი ვინ შეიძლება იყოს თქვა ის გარანტორი მე ვფიქრობ ჩინეთი რუსეთს ამის თავი არ აქვს ახლა უკრაინაში არის გაჩეხილი და იქაც სად შეყვეს თავი მე არ ვიცი ანუ იმათაც აწუხებს დიდი რაღაც იმპერიული ის იმიტომ რომ 40 მილიონი სახელმწიფოს თან თქვა მე რა ბირთვული ბომბი რო გაქვს ბირთვული ბომბი და ხედავთ აგერ როგორ უნადგურებენ ნავთობის თუმცა რუსეთს სხვა ტაქტიკა ჰქონდა უკრაინასთან ომში განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატების ტაქტიკა ხა შეიძლება განსხვავდება მიზანი ამას არა მე ვგულისხმობ ტაქტიკა მაინც სხვანაირია კი ბატონო რა თქმა უნდა მიზანი ერთნაირია მაგრამ ტაქტიკა განსხვავდება ამერიკას არ უცდია რეგიონში როგორ უნდა მიერთოს არაბული ეს ქვეყნები ხო რა თქმა უნდა ფიზიკურად ვერ მიერთოს ჩვენ საჭირო ის მიიერთა იქით მაშინ მექსიკის ხო და ის 19 საუკუნეში დამთავრდა მიერთებები და ამ რეგიონში უბრალოდ რომ არ იყოს ეს სახელმწიფო რომ მის ინტერესებს შეეწინააღმდეგება ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევს და ესე არის ირანი სხვა მეტი ვინ ახლა იქ ბასადის რეჟიმი დაამხეს მაგრამ პროქსი ძალები შემორჩა ეს ჰეზბოლა ნუ შესუსტებული მაგრამ მაინც თავსატკივარია ისრაელისთვის და ასევე ხუსიტები ანსარულა ეს ხუსიტები არიან ძალიან წყნარად კარგია წყნარად რომ არიან მაგრამ რატო არაფერს არ ჭრიან კაბელებს რატო არ მავნებლობენ არ მესმის აი мотиваციას ვერ ვიგებ მათი სიწყნარის აი თქვენ როგორ ხსნით ამას არ ჭირდებათ ხო ჯერ არ არის საჭირო ისეთი მწვავე ფაზაც არ დამდგარა ამ დაპირისპირების ჯერ არა უბრალოდ ის საკმარისია ჯერ რაც არის ახლა ჰორმუზის სრუტის ეს საკმარისი ახლა აქ რატო უნდა გადაკეტოს ანუ იმას რაც არის რა უნდა დაემატოს კიდევ დამატებით იმიტომ რომ უკვე ჩიხია ამ ჰორმუზის სრუტის იმი და განსაკუთრებული რეჟიმი აქვს ირანს ამოქმედებული რომ შერჩევით არჩევს ვინ გაატაროს ვინ არ გაატაროს აქეთ ამერიკის ისინია ხო ხომალდები და ახლა იქიც რო გადაკეთოს ბაბელმანდების სრუტე იმას ატო კეტავს იქნებ რაღაცაზე მიაღწიონ შეთანხმებას აქ ანუ ერთგვარი კოზირია ისე სხვათაშორის ბევრი მიიჩნევს რომ ეს ხუსიტები არიან პროირანულად არიან ამ კონფლიქტში დაიწყო მაგრამ მისი პროქსი ძალა ნუ ახლა ეს ფლადასი არ არის იმიტომ რომ ირანი რო არ იყო რეგიონში თქო იმ სამხრეთ დასავლეთ არაბეთის ნახევარკუნძულზე მანდ ისინი მაინც აქტიურობდნენ თავის ინტერესებით ეს ჩრდილოეთი იემენი და სამხრეთი იემენი გაყოფილია ხა ჩრდილოეთი არიან ზეიდით და შიიტთა დაახლოებული ტომები და სამხრეთი სუნიტური და ნუ ისტორიული საქმე გადავები მაგრამ ირანი გამოჩნდა 90-იანებში და 2000-იანებში იქ და როცა უკვე ალღა მოუღო როგორი საქმე როგორი ბერკეტია თურმე ეს ამის გადაკეთვა და ნაგი ჰორმუზის სრუტის გათვალისწინებით ის შემონახული აქვს ხო მე ასე ვფიქრობ და აი მოლაპარაკებების კუთხით ახლა რა დარჩა ახლა დარჩა ერთი თვე დარჩა და მან გამოჩნდება ხა ჩინეთი ითურთებს თუ არა თავის თავზე ამ მედიატორობის იმას როლს რომ ეს მხარეები რაღაცაზე დაიყოლიონ გარკვეულ დათმობაზე ხა ირანელმა რაღაცა თუ არ წაიღო სახში რომ აფრიალოს რომ ჩვენც რაღაც გავიმარჯვეთო ისე არ წავა, იმიტომ რომ მაშინ კაპიტულაცია გამოვა. ხო და ეს უკვე რეჟიმის დისკრედიტაცია და უკვე მართლა სამოქალაქო ომის წინაპირობა, იმიტომ რომ თუ შენ ყველაფერი დათმე და თითქმის 50 წელიწადს დასალვეს და ეხლა დათმე, შენი ყოფნა ხელისუფლებაში რით შეიძლება ამის დასაბუთება და ნუ ლეგიტიმაცია გამოეცლება სასულიერებს. ამაზე არ წარვენ თავისთავად, ხა თუ ლიკვიდაცია იქნება არსებული რეჟიმის და გარკვეული დათმობების წასვლაზე მოუწევს. იმათაც და ამათაც. ხათაშორისე ტრამპმა თქვა ასეთი რამ ტრამპმა თქვა ტრამპმა თუ გიბი მაგარ მახსოვს ყოველთვის ამერიკის შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირმა რომ ირანს უკვე ჰქონია ბირთვული იარაღი და ეს არის ჰორმუზის სრუტე.
და ეს ძალიან სამენიშნა მე. ანუ შეიძლება რომ ეს პოლიტიკური ვაჭრობა გაიმართოს ჰორმუზის სრუტიდან შემოსავლების განაწილების. მაგაზე ვერ გეტყვი რა შემოსავალი უნდა იყოს ისეთი რომ ახლა ამ ხელა შეექმნათ კონფლიქტური სიტუაცია. მე ვფიქრობ აქ სხვანაირი გასვლა ჰქონდათ, იმიტომ რომ გადავხედოთ დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში რა მასშტაბური გამოსვლები იყო ირანში. აქვთ გასაპროტესტებელი ბევრი რამ ირანელებს, ახალგაზრდებს და ეს გამოიყენეს თავისთავად გარე იმიდან, ხო? ყველა ასე იყენებს შენ შიდა სისუსტეებს, ურტყამს იქ ახლა ჩვენი სისუსტე იყო იქ აფხაზეთის ხილვაში, ესეთი ძალები და რუსეთმა ამაზე ითამაშა, რომ ისინი რო არ ყოფილიყვნენ, ვის აუჯახდება, ვერავის. მე სხვადასხვა სულ იმეორდი ერთნაირი პოლიტიკა ჰქონდა რუსეთის იმპერიას, შემდეგ საბჭოთა დროსაც და განსაკუთრებით რუსეთის იმპერიას, სვანების, მეგრელების, აფხაზების, მაგრამ აფხაზებთან გაჭრა. იმიტომ ახლა ის ადიღურ ჩერქეზულებს არიანის ქართველები და აქ არ გაჭრა. ანუ იქაც იყო რაღაც საფუძველი, სხვა შემთხვევაში ის არ მოხდება, არ მოგვივიდა და რაც მოგვივიდა. კარგით ეს ეს გვერდზე გადავდოთ ეს რთული და ხდება. ესე იგი თქვენ მაინც გამოსავალს ვერ ხედავთ, ხო? აი რა შეიძლება მოხდეს ან რაზე შეიძლება მუშაობდნენ მხარეები. ან რა აზრი აქვს ამ მუშაობას. მე ვთქვი რომ მოლაპარაკებების ხა დათმობებზე რომ წამოვიდნენ ახლა ნდობის მომენტია. თქვათ ირანი წამოვიდა ამას თმობს და შენ ამას ასრულებ. რა გარანტია ვინ იქნება გარანტორი რომ ამერიკა ჯერთი ამაში ასრულებს და მეორე რომ ისევ ამ მოლაპარაკების ირანმა თუ ყველაფერი დათუნა მე ისევ დაარტყი მე ხო საერთოდ ის იქნება ხო ირანისთვის უფრო მძიმე გარემოება და ამიტომ შარშანდელი გამოსილებას ახლანდელის გამოსილებას რომ მიდის მოლაპარაკებები დაარტყი ახლა კიდევ რო ისევ იმაზე დაარტყა ნუ ეს უკვე საბავშვო ბაღი იქნება და ირანისთვის ირანის ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე დღები დადგება აქედან გამომდინარე. ამიტომ ვფიქრობ აი ჩინეთის როლი სხვა მეც მე ვერ ხედავ დობა არ არსებობს ირანელები არ წავლიდნენ ერთ-ერთზე ამერიკელებთან. რაღაც ეს უფრო დიდი ძალის მოთამაშეს ხარდაჭერა დაჭირდება და ეს ნუ მე ჩინეთს მივიჩნევ, იმიტომ რუსეთს ამის რესურსი უკრაინის კონფლიქტიდან გამომდინარე არ აქვს. მაშინ ვივარაუდოთ რომ ჩინეთი გამოიჩენს ფხას და რაღაცნაირად შეასრულებს შუამავლისოს იმ მხრივ რომ არა და ხო შეარიგა საუდის არაბეთი და ირანი შეარიგა აქვს ამის გამოსვლება ნდობა და ეს თავიდან აგვაცილებს ჩვენ ძალიან დიდ ომს ახლო აღმოსავლეთში რომლის ექო აუცილებლად არათუ ექო რომლის ცეცხლი აუცილებლად მოსწრება კავკასიას ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენ გადაცემის დრო ამოიწურა ძალიან დიდი მადლობა ბატონო ვასილ ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს და მსმენელს მე გემშვიდობები და ერთმანეთს შევხვდებით კვირას 12 საათზე. ნახვამდის.